კი ძალიან მნიშვნელოვან საარქივო მასალაზე უნდა ვისაუბროთ ახლა. ბათუმელი ჟურნალისტი მიხეილ მშვიდობაძე წლების განმავლობაში აგროვებდა პერიოდიკას, მათ შორის გაზეთებს, რომლებიც გამოდიოდა აფხაზეთში 1987 წლიდან 1992 წლამდე. ეს არქივი მისმა მეზობელმა შემოინახა და დღეს აფხაზეთის არქივს გადასცა. თუ რატომ არის ეს მასალები ასეთი მნიშვნელოვანი, ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, ასე რომ წარმოგიდგენთ მათ ძალიან დიდი სიამოვნებით. გიორგი გაბედავა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი და ეკა წივწივაძე, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი არიან ახალი დღის სტუმრები. დილა მშვიდობის, უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის. მოგესალმებით და მადლობა რომ დილიდან ხართ ჩვენთან ერთად. მოდით დავიწყოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბარი. მიხეილ მშვიდობაძეზე უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში ეკა მინდა გთხოვოთ რომ მოგვიყვეთ მის შესახებ და იმ არქივის შესახებ, რომელიც მან დატოვა, რატომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო და რას მოიცავს, რაც მთავარია. დილა მშვიდობის სამეგობრებო კოლეგებო, ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ საეთერო დროს უთმობთ ჩვენთვის ასეთ ძალიან მნიშვნელოვან თემას და ზოგადად ვფიქრობ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა, განსაკუთრებით აფხაზეთისთვის და აფხაზეთელებისთვის. ერთჩვეულებრივ დღეს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს აქვს გადაცემა მირავესნიკი, რომლის წამყვანიც არის ექსპერტი ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე და სტუმრად გვყავდა ბატონ გიორგის მოადგილე თემურ გასვიანი. საუბრობდით აფხაზეთის არქივთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ 1992 წელს სრულად დაიწყო აფხაზეთში და ჩვენ გვაქვს სიმწირე მასალების გადაცემის დასრულების შემდეგ, როდესაც განვათავსებთ სოციალურ პლატფორმაზე გადაცემა, მოგვივიდა SMS შეტყობინება, მამაკაცი წერდა ბათუმიდან, რომ მას ჰქონდა სურვილი გადმოეცა ჩვენთვის პერიოდიკა, გაზეთები, რომელიც გამოიცემოდა, იბეჭდებოდა 1987 წლიდან 92 წლებში და მათ შორის იყო გაზეთები, რომელიც უშუალოდ აფხაზეთში იბეჭდებოდა და გამოიცემოდა. ეს ბატონი გახლავთ როლანდ რუხაძე, ბატონმა თემურმა, რომელიც ახლა აქ არ იმყოფება, გადაწყვიტა რომ ეს თემა მieყვანა ბოლომდე, ჩააკითხა ბათუმში ბატონ როლანდს, ნახა მასალები, აქ არის დაახლოებით ტონა გაზეთი რო წარმოიდგინოთ, უკანა ფონზე მაყურებელს აქვს შესაძლებლობა რამდენიმე კადრი ნახოს და ეს იყო დასაწყობებული, ესე რომ ვთქვათ, თუმცა არ იყო სათანადო პირობებში შენახული. ბატონ როლანდთან ეს გასათები მოხდა ბათუმელი ჟურნალისტისგან, მიხეილ მშვიდობაძისგან, ის იყო მარტო ხელა მამაკაცი, ჟურნალისტი, აქტიური ჟურნალისტი და აგროვებდა პრესას. მაშინ ტელევიზია არ იყო ესეთი პოპულარული, როგორც დღეს და სოციალური მედია საერთოდ არ არსებობდა, ამიტომ ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ბეჭდურ მედიაში და წლების განმავლობაში ეს შეგროვებული პრესა დაენანა მიხეილ მშვიდობაძეს და თავის მეზობელს, მეგობარს დაუტოვა. 19 წლის განმავლობაში ინახავდა როლანდ რუხაძე ამ გაზეთებს და ამბობდა, რომ ბევრი ყავდა მთხოვნელი, ვინც ეუბნებოდა, რომ იქნებ დაგვითმო და ის ამბობდა, რომ არა, მე ველოდებოდი რაღაცა ნიშანს და ეს ნიშანი აღმოჩნდა ჩვენი გადაცემა, სადაც ვისაუბრეთ, როგორ განვიცდით იმას, რომ არ გვაქვს გაზეთები. ეს პრესა ალბათ ეროვნულ არქივშიც არის დაცული, მაგრამ ჩვენთვის ის ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ უკვე აფხაზეთის არქივსაც ექნება ის გაზეთები და ნებისმიერ მსურველს ექნება ხელმისაწვდომობა მას. ძალიან კარგი. ბატონ გიორგი, რა მნიშვნელობის არის ამ წლებში გამოცემული პუბლიკაციები და ზოგადად რა ტიპის ისტორიას ინახავს ეს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს და სრულიად თქვენ საზოგადოებას მიულოცო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მათ შორის ენგურს გაღმავმცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მე დავიწყებ ცოტა ესე ვთქვათ პრეისტორიას გავაკეთებ. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას, რომელიც დაიწყო 1985 წელს და ეს პერიოდიკა მოიცავს ისეთ მასალებს, როგორიც არის აფხაზეთში საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტი. მათ შორის სპორტი, კულტურა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ამ მასალების ესე ვთქვათ შენახვა იმ კუთხით, რომ ჩვენ ამ მასალების საშუალებით შეგვიძლია ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მათ შორის დევნილობაში დაბადებულს, გაზრდილ, ესე ვთქვათ, თაობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ის მომენტები, თუ როგორ ცხოვრობდნენ ერთად, თანაცხოვრობდნენ ქართველები და აფხაზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესე ვთქვათ, სამშვიდობო პოლიტიკის ხელშეწყობის კუთხით. დავანახოთ არა მხოლოდ ჩვენს, ესე ვთქვათ, დევნილობაში გაზრდილ ახალგაზრდებს, არამედ ენგურს გაღმავმცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომ ომამდე 92 წლამდე ჩვენ მშვიდობიანად ცხოვრობდით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთად ვიყავით ჩართულები. ასე რომ მნიშვნელობა ამ ესე ვთქვათ პერიოდიკის აღმოჩენის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე დასაფასებელია ის, რომ ეს პიროვნება, რომელიც ინახავდა 19 წელი როან ბრუხაძე ამ პერიოდიკას, მან რეალურად საშუალება მოგცა, რომ ომამდელ ესე ვთქვათ ისტორიას გავცნობოდით და ის მასალები გადაგვერჩია და შესაბამისი წესით შეინახება შემდგომში აფხაზეთის არქივის სამმართველოში, მათ შორის ეს მასალები გაციფრულდება და ამ მიმართულებით ესე ვთქვათ მუშაობა აქტიურად გრძელდება, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ 92 წელს დაიწყო აფხაზეთის არქივი და ძირითადად ჩვენ სამმართველოში, არქივის სამმართველოში ინახება ისეთი მასალები, რომელიც მოპოვებულია ომის შემდგომი, ესე ვთქვათ, მოიცავს ომის შემდგომ პერიოდს. ასე რომ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ ზუსტად ის მასალები მოვიპოვოთ, რომელიც ომამდელ პერიოდს ასახავს. დიახ. კეთილი. ეკასთან უნდა გადავინაცვლო ისე თითოეული ფურცელი წავიკითხეო. პირველ რიგში გეტყვით, რომ თულესი იქნებოდა, ხო ეს? მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ და გარდა იმისა, რომ როგორც აფხაზეთიდან დევნილი ადამიანისთვის არის საინტერესო ეს პრესა, ესევე როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიული თვალსაზრისითაც ძალიან მაინტერესებდა, როგორ იწერებოდა, როგორ იყო სტილი წერის, რაზე აკეთებდნენ აქცენტ ჟურნალისტები, ჰედლაინი რა გამოქონდათ, სათაურს როგორ არჩევდნენ და ასე შემდეგ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ ყველა გაზეთს რა თქმა უნდა მარტო ვერ წავიკითხავდი, ჯერ იუსტიციის სამინისტროში მოხდა მათი გადარჩევა, იმიტომ რომ იქ იყო საბჭოთა აჭარაც მაგალითად ლიტერატურული საქართველო, ასე შემდეგ. მე წავიკითხე უშუალოდ აფხაზეთში გამოსული პრესა, საბჭოთა აფხაზეთი, აფხაზეთის ხმა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო მასალები ამოვიდა, როგორც ვამბობთ ხოლმე. ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ, პოლიტიკური განცხადებები ძალიან ბევრია. არის უმაღლესი საბჭოს ხდომები თავიდან ბოლომდე ტრანსლირება ხდება. ზვიად გამსახურდიას მიმართვა აფხაზ ხალხს, არის ქართულ ენაზე, აფხაზურ ენაზე. ძალიან თბილი მიმართვებია, მინდა გითხრათ, მუდმივად არის მოწოდება, რომ ჩვენ საუკუნეები ვცხოვრობდით ერთად, ვქმნიდით საქართველოს ისტორიას ერთად და ახლა მესამე ძალას სურს, რომ ჩვენ შორის ჩადგეს და არ მივცეთ ამის შესაძლებლობა. არის უამრავი ტრადიციის შესახებ არის ისტორიები, ლინხში როგორ აღნიშნავდნენ მაგალითად აფხაზები თავიანთ ეროვნულ დღესასწაულებს, სახალხო დღესასწაულებს. ბაგრატ შინკუბა, მათი ძალიან ცნობილი პოეტი და ქართველი პოეტები როგორ ულოცავდნენ დაბადების დღეს, ფოტოები მაგალითად აფხაზი პოეტების, ქართველი პოეტების, ძალიან ჩვეულებრივად იქ ხაზგასმა არ არის, რომ ეს აფხაზია, ეს ქართველია, ანუ ძალიან ეს ორგანულად მიმდინარეობს ყველაფერი, ჩამოთვლილია, რომ მაგალითად მერანში დაიბეჭდა წიგნები და ჩამოთვლილია პოეტები, ქართველი აფხაზი გაყოფა არ მიმდინარეობს, მაგრამ აი 90-იან პრესაში უკვე იგრძნობა დაძაბულობა და მინდა ვთქვა, რომ ეროვნებით ქართველები ვინც წერდნენ და იქ მხოლოდ ჟურნალისტები არ წერენ, სხვადასხვა თანამდებობის პირები წერენ, ისინი მუდმივად მოუწოდებენ აფხაზებს, რომ არა უყვეთ პროვოკაციას, არსებობს ძალა, რომელსაც უნდა ჩვენ შორის ჩადგეს და ესე გაგხვლიჩოს საზოგადოება ორად და გაღვივების პერიოდი იგრძნობა, ნამდვილად იგრძნობა. კი და მინდა აღვნიშნო სასიხარულოდ, რომ ქართველები ვინც პრესაში წერდა მაგ დროს, ყველა ძალიან ებრძოდა ამას და თავიანთი მოწოდებებით ჯანსუღ ჩარკვიანის ულამაზესი სხვა სიტყვა რა ვთქვა არ ვიცი სტატია დაწერილი როგორ მიმართავს ბაგრატ შინკუბას რომ სიყვარულს გაჩვმება და ჩუმატყოფნა არ სჭირდება და ახლა დრო არის რომ ჩვენ ქართველებმა და აფხაზებმა ჩვენ სიყვარულზე ჩვენ ურთიერთობებზე ხმამაღლა ვისაუბროთ. არის სხვათა შორის თემურ ქეცბაიას ინტერვიუ სადაც ის ამბობს რომ ოთახში აფხაზ მეგობართან ერთად ცხოვრობ და ოღონდ ეს ხაზგასმული კი არ არის რომ ის აფხაზი უბრალოდ სახელი და გვარით მიხვდები რომ ის აფხაზია და ის პირველი წლები მისი როდესაც იწყებს კარიერას, არ ვიცი, ძალიან ბევრი მართლა ძალიან საინტერესო სტატია და ყველას ვურჩევ, რომ ნახოს აუცილებლად ეს მასალა. აი, ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, სად შეგვიძლია საზოგადოებას სად და როდის შეგვიძლია ვიხილოთ ეს მასალები? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია ეს მასალები არ დარჩეს ხოლმე ჩვენთან და საზოგადოებისთვის და ფართო მასებისთვის იყოს ცნობილი. მათ შორის ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ დიასპორებთან ურთიერთობის პროგრამა, რომელიც მოიცავს სამშვიდობო პოლიტიკის ხელშეწყობას და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას. და ამ კუთხით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო არენაზე, ესე ვთქვათ, გავაცნოთ ჩვენს თანამემამულეებს, საერთაშორისო თანამეგობრობას ეს მასალები იმისთვის, რომ ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ცნობილი. მათ შორის საინტერესო ის არის, რომ დღეს ჩვენ 19 საათზე ხელოვნების მუზეუმში გვაქვს გამოფენა, სადაც გამოფენილი იქნება, ესე ვთქვათ, ეს მასალები.
და დამთვალიერებელს საშუალება ექნება რომ გაეცნოს ამ ისტორიას, ამ პერიოდიკას, ამოიკითხოს ის მნიშვნელოვანი მომენტები და ის საზოგადოებრივი ცხოვრების მომენტები, რომელიც ომამდელ პერიოდს ასახავს, ასე რომ ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი უწყება ზოგადად შექმნილია სპეციალური მიზნით ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, კონკრეტული მიზნების მისაღწევად და ეს მიზნები არის ნდობის აღდგენა, შერიგება, ჩვენი აფხაზი ძმების, დების შემორიგება, იმ ჩატეხილი ხიდების, ესე ვთქვათ, აღდგენაზე მუშაობა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მასალები არ დარჩეს მხოლოდ ჩვენთან, არამედ გაუზიაროთ ეს მასალები, ვთქვათ, ენგურს გაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზებს და შესაბამისად, როგორც უკვე აღნიშნე, ამ მასალით, ესე ვთქვათ, დაინტერესებულ პირებს შემდგომში უკვე შეუძლია თქვა დაგვიკავშირდნენ, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ესე ვთქვათ, რომლებსაც დააინტერესებთ დეტალურად ეს მასალები, ასე რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მასალები მათ გავუზიაროთ. შესანიშნავია. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ბათუმელმა ჟურნალისტმა მიხეილ მშვიდობაძემ წლების ნაგროვები არქივი აფხაზეთის არქივს გადასცა და იმ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიცით, რომ დაიწვა მთელი არქივი, რაც აფხაზეთს გააჩნდა, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის, ასე რომ მადლობა თქვენ, რომ გაგვიზიარეთ ეს ამბავი. მადლობა თქვენ.